ჩვენი გადაცემის ამ ბლოკის სტუმარია ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. საღამოშვიდობის. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. დავიწყოთ იმით თქვენი აზრით, რატომ შედგა საერთოდ დღეს ეს შეხვედრა, რა იყო მიზანი, როდესაც ელჩებს სთხოვეს მისვლა თუ დაიბარეს, არ ვიცი როგორ თქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროში 15 წუთიანი იყო სულ რაღაც ეს შეხვედრა. შეგიძლიათ გითხრათ რა მიზანს ისახავდა თქვენი აზრით? საღამოშვიდობის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. თავად ფაქტი, რომ მხოლოდ 15 წუთს გასტანა ამ შეხვედრამ მეტყველებს იმაზე, რომ ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქ ადგილზე არ გაიცვალა. რაც მე შემიძლია ვივარაუდო, არის მაღალი ალბათობით ორი რამ. პირველი, რომ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებმა ისურვეს და ალბათ ცადეს, რომ ელჩებისთვის გადაეცათ ინფორმაცია, როგორ ბრწყინვალედ ჩაიარა მუნიციპალურმა არჩევნებმა, როგორ დემოკრატიულად და როგორ მშვიდობიან გარემოში და როგორ გამართლებული იყო ის ციფრი, რომელიც მათ საბოლოო ჯამში დაიწერეს. მე ვარაუდობ, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი თემა, სადაც მაღალი ალბათობით მოელიან, რომ ელჩები დედაქალაქებს ამ ინფორმაციას გადაცემენ იმ მოთხოვნით, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მაინც მოხდეს და რაღაც ფორმით, რაღაც ტიპის ლეგიტიმურ დიალოგში შევიდნენ რეჟიმთან, იმიტომ რომ ამ არჩევნების მიზანი ზუსტად ეს იყო. არავინ მოელოდა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდებოდა, მაგრამ ამ არჩევნების მიზანი, ისე როგორც რუსეთში, ბელორუსში, საბჭოთა კავშირში ტარდებოდა არჩევნები, არის ლეგიტიმური სარჩულის გაფორმება იმისთვის, რაც შემდგომ იქნება და შემდგომ იქნება რეპრესიები. ხა, მაგრამ რამდენად ხო, აქვე კითხავთ, მაგრამ ევროკავშირის ელჩი, რომელიც გამოვიდა ამ შეხვედრიდან და მისი დასრულების შემდეგ, მას დაუსვეს შეკითხვა აი ამ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც წინა დღეებში ჰქონდათ კაია კალასსა და მარტა კოსის განცხადებაც აქვე იგულისხმება, მან უპასუხა, გთხოვთ იხილოთ კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალური განცხადება, მეტი კომენტარი არ მაქვს. ეს კომენტარი ტოვებს თუ არა რაიმე შტაბ-ეშტილებას, რომ ქართულ ოცნებას ამ მიმართულებით რაიმე შანსი აქვს საერთოდ, რომ ვინმე ამ არჩევნებიდან გამომდინარე დაელაპარაკოს რამეს? არა, არ ტოვებს ცხადია, იმიტომ რომ გამსაზღვრელი საბოლოო ჯამში ათვლის წერტილად მაინც მიჩნეულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლამდე ყოველთვის ყველა არჩევნებზე აღინიშნებოდა დარღვევები და ხაზგასმით ხდებოდა იმის დაფიქსირება, რომ ეს დემოკრატიულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდა ის წყალგამყოფი თუ ცვლილების წამომწყები, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან ერთხმად ათქმევინა, რომ საქართველოს არ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება და სწორედ ეს არჩევნები, რომელიც ახლა ჩაატარა იმ ხელისუფლებამ, რომლის ლეგიტიმაციაც არცნო საერთაშორისო თანამეგობრობა მათ არც მილოცვის წერილი მიუღიათ და პირიქით მოწოდებებს იღებენ, რომ ხელახალი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამიტომ ამის ილუზია არ არის. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ ივანიშვილის წარმომადგენლებს ჰქონდათ ეს მითითება, რომ ელჩებისთვის გაეცნოთ როგორ და რა პროცესით წარიმართა არჩევნები და რომ ეს არის ლეგიტიმური პროცესი, რომელიც შემდგომ სარჩულად დაედება მათ შემდგომ ქმედებებს, რომელიც არავის არ მოგვეწონება. მეორე საკითხი, ალბათ, რომელიც სავარაუდოდ არის არამხოლოდ აქცია, არამედ სავარაუდოდ ხელისუფლების სეული ხედვა, როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფოს დამყოფის პროცესი და როგორ ეს ყველა დედაქალაქში ზუსტად იმ ფორმით უნდა ჩავიდეს, რა ფორმითაც ამას ხელისუფლება მათ მიაწვდის და ეს არის სრულიად ბუნებრივი, რომ ამას იზამთრებენ. ელჩები ბუნებრივია, გულუბრყვილოები არ არიან, ხედავენ რა როგორ ხდება და იქ ჩასული ინფორმაცია იქნება ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მოისმინეს თუ ის, რაც რეალურად ხდება, ხო? რაღაც ილუზია აქვს ახლა ქართულ ოცნებას, რომ აი ასეთი გზებით გაარღვევს წარმოდგენებს მის შესახებ დასავლეთში. თუ მაინც ცდის უბრალოდ, რომ აი იქნებ გამოვიდეს თუ კიდევ რამე სხვა ხდება, იმიტომ რომ აი აქ პარალელურად ჩვენ ვახსენეთ, რომ გაიმართა ქართული ოცნების ოფისში საგანგებო ბრიფინგი, როცა ეს შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურად ეს გააკეთეს, სადაც თქვეს ასეთი რამ, მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე ელჩების დანიშვნაზე deep state-ის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას. ეს deep state-ის გასაგებია, მაგრამ აი ამ სიტყვა გაძევება ძალიან სახიფათოდ მაინც იყენებენ. არ გავაძევებთ, მაგრამ ხალხი თითქოს ითხოვს გაძევებას. ეს რა ტაქტიკა არის? კი, ეს შემოგვაპარეს ცალსახად, უკვე ფორმალური სარჩულითაც, ჩვენ ამაზე გარკვეული პერიოდია ვმსჯელობთ, ვარაუდობთ, რომ ქართული ოცნება
ფორმალურადაც რუსული ოცნების გზას დაადგება და ზუსტად იმ კვალზე წავა, რომელთაც წავიდა თავის დროზე რუსეთი, როდესაც მათ ეტაპობრივად გააძევეს საერთაშორისო მისიები და შემდგომ უკვე მათი ფორმალური წარმომადგენლები. ეს დროის ამბავია, ქართულ ოცნებას არც ერთ შემთხვევაში არ ჭირდება აქვს აქ ადგილზე მყოფი ინფორმაციის წყარო, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად ინფორმაცია მოიძიოს, ანუ არ მიიღოს ინფორმაცია ოცნების პროკურატურისგან ან ოცნების სასამართლო სპიკერისგან, არამედ თავად იყოს თვითმხილველი მიმდინარე პროცესების და ეს პროცესები შემდგომ დედაქალაქებს აცნობას. რასაკვირველია, ეს არის ერთ-ერთი სუსტი რგოლი, რომელიც მათ პრობლემას უქმნით და ამის მორყევას ისინი ეცდებიან ზუსტად იმავე ხელწერით, როგორც ეს გაკეთდა რუსეთში და მაღალი ალბათობით დროის ამბავია, როცა ისინი მათთვის არასასურველ დასავლურ საელჩოებს თუ ელჩებს საქართველოსთან გააძევებენ, ამიტომ შემოგვაპარეს ეს ტექსტი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, 4 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, რომელსაც ქართული ოცნება ჩემი ღრმა რწმენით კაზუს ბელით აიღებს და ამას დააშენებს იმ დაანონსებულ რეპრესიებს, რომელსაც ის ყველა შემთხვევაში იზავდა, რომელსაც ის იმთავითვე მისი გეგმა იყო, რომ ყველა არსებული მისთვის დემოკრატიული, ჯერ კიდევ ცოცხალი სუსტი რგოლი იქნება ეს დარჩენილი მცირე მასშტაბის დამოუკიდებელი მედია თუ სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც ისინი აკრძალვას უპირებენ და პროტესტი, რომელიც მათ დისკომფორტს უქმნის, ამის ჩახშობას ისინი გეგმავდნენ, ამას ემსახურებოდა ის ახსენებელი კომისიაც და ის დასკვნაც, რომელიც კრემლში დაიწერა და წულუკიანმა უბრალოდ წაგვიკითხა და მთელი ეს პროცესიც, რომელიც ახლა რაღაცნაირად გვანახეს, რომ თითქოს ეს პროვოცირებული იყო. ნახეთ, აი აქ ახლაც რუსთაველზე, რომ რაღაც ცდილობენ გარსულიან ახლა. მე მგონია, რომ ხელი თქვა, რომ არანაირი დანდობა არ იქნება. ასე იგი მიზანი რეალურად რა არის, რომ რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია მიიღონ თუ საერთოდ არ აინტერესებთ სინამდვილეში ეს ამბავი და საფუძველს ამზადებენ იმისთვის, რაც თქვენ თქვით. მერე ელჩსაც გააძევებენ, აქ ყველაფერს გაანადგურებენ. რა სულს ეს ლეგიტიმაცია მაინც უნდა რაღაც ტიპის ლეგიტიმაცია თუ არა? მათ თავიანთი ქმედებებისთვის ჭირდებათ ფორმალური სახალხო ლეგიტიმაცია. ისევე როგორც ეს ჭირდება პუტინს რუსეთში, ისევე როგორც ეს ჭირდება ლუკაშენკოს ბელორუსში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში ფორმალურად არჩევნები ტარდებოდან. რაღაც ტიპის სახალხო ლეგიტიმური სარჩული, ანუ კანონიერი თუ კონსტიტუციური სარჩული უნდა ერქვას იმას, რის საფუძველზეც ისინი თავიანთ ქმედებებს გაამართლებენ. ხო, წინამდე შემთხვევაში საერთოდ არ მიიღებდნენ არანაირ კანონებს, ხო, პარლამენტს უარ შეიკრიბებოდა და პირდაპირ იმოქმედებდა რაღაც პოლიციური ფორმით. ან ამის მათ იმ ჩარჩოს შენარჩუნება უნდათ, რომ ეს არის სახელმწიფო რომელიც ინსტიტუციურად ფუნქციონირებს. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გარეთ, რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ ასევე რაღაც ტიპის საფუძველი გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, იმიტომ რომ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, იყოს ისეთი ქვეყანა, რომელსაც სრულად დამოუკიდებლად შეუძლია წარმართოს თავისი ეკონომიკური ურთიერთობები. ახლა როგორი რამდენიც არ უნდა ისაუბროს ქართულმა ოცნებამ იმაზე, რომ აღმოსავლური ბაზრებით შეძლებს დასავლეთის ჩანაცვლებას, ეს ვერც მოხერხდება, არც გონივრულია და არც რეალურია, ხო? რაზეც ახლა ქართული ოცნება დგას, ეს არის კორუფციული ფული და სარგებლობს იმით, რომ რუსეთი არის სანქციების ქვეშ და რუსებთან არის აი ამ ფარულ ურთიერთობაში, რომელიც დროის საკითხია და ადრე თუ გვიან მათ დაჭირდებათ ისევ დასავლური ბაზრები და მათ დაჭირდებათ დასავლეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია, რომლის საფუძვლათაც ისინი იყენებენ აი ამ ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგებს. იდეალური სურათი ივანიშვილისთვის რა თქმა უნდა იქნებოდა სრულად გაფორმებული დიქტატურა და დასავლეთთან რაღაც ტიპის ურთიერთობა, ისეთი რაც მას მისცემდა, ვთქვათ, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების საშუალებას, რუსეთთან, ჩინეთთან აი ამ შავი ფულის მოძრაობას, ეს იდეალური სურათია. მაგრამ ამ იდეალურ სურათს ერთი მხრივ პროტესტი უშლის ხელს ქვეყნის შიგნით და მეორე მხრივ დასავლეთიდან სანქციების ნაწილი, რომელიც უკვე არის, მაგრამ რაღაც მოლოდინი არსებობს, რომ ამგვარი სცენარის შემთხვევაში დასავლეთი უფრო მკაცრი იქნება ივანიშვილის მიმართ. თქვენ თუ გაქვთ ეს მოლოდინი, რომ აი რეპრესიების გაძლიერების კვალდაკვალ დასავლეთიდან ამას პასუხი მოყვება. სრულად გეთანხმებით, ვახო, ივანიშვილისთვის არამხოლოდ იდეალური სურათი, არამედ დაანონსებული და დასავლეთთან გაგზავნილი გზავნილების შინაარსი ზუსტად ეს იყო.
თუ თქვენ ურთიერთობებს აგრძელებდით 2022 წლამდე პუტინთან ინფორმით რა ფორმითაც ის იყო, თუ თქვენ ურთიერთობებში იყავით ალიევთან ინფორმით რა ფორმითაც ის იყო, თუ თქვენ იტანთ ერდოღანს თავისი არადემოკრატიული გამოვლინებებით, რატომ არ შეიძლება რომ საქართველოს რომელიც რეგიონში თქვენთვის არანაკლებ თუ არა ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვნად რჩება, რატომ არ შეიძლება რომ იქ აიტანოთ ავტორიტარული მმართველობა, მე გავაგრძელებ ჩემ ცხოვრებას ინფორმით რა ფორმითაც მინდა, გამოვიყენებ საქართველოს იმისთვის რომ შევძლო თქვენთან ვაჭრობა, მაგრამ თქვენ ისაუბრეთ ჩემთან და მე თქვენ მოგცემ შესაძლებლობას იმისა, რომ დერეფლითაც ისარგებლოთ, სხვადასხვა სიკეთეებითაც ისარგებლოთ. ამ შეკითხვაზე ძალიან იღებს, როგორ არის? ძალიან მარტივად იღებს, მაგრამ არ ეგუება. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ საკითხია ის, რომ დასავლეთი ამ ნაწილში თავისთავად მაინც არათანმიმდევრულიც იყო, იმიტომ რომ ისინი გამონაკლისებს აკეთებდნენ ისინი თანამშრომლობდნენ დიქტატორებთან და მართლაც 2022 წლამდე პუტინთან ჩვეულებრივი ურთიერთობები მიმდინარეობდა და დღესაც დასავლეთის ქვეყნების ნაწილი დღემდე ყიდულობს გას, ხო? მაგრამ საქართველოს შემთხვევაში რატო არ? საქართველოს შემთხვევა განსხვავებული შემთხვევაა. პირველი, რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს რეგიონი და საქართველო, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც არის ის ქვეყნები, რომლებიც მე ჩამოვთვალე. ეს ერთი. ამ პრიორიტეტებში ის არ ჯდება. მეორე, იმიტომ რომ საქართველოს ბუნებრივად თავისი გეოპოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული თუ ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით ის მნიშვნელობა არ ენიჭება, როგორც მაგალითად ჩვენ მეზობელ აზერბაიჯანი დასავლეთის პოზიცია რომ აზერბაიჯანი მიღირს ის ისეთი მოთამაშეა რომ იქ ასე ვთქვათ ბოლომდე აი ამ წნეხს არ განვახორციელებს. ის არ ამბობს რომ აზერბაიჯანი მიღირს, ის ამბობს რომ მე ალიევთან იმ ურთიერთობებში თუ აზერბაიჯანთან იმ ურთიერთობებში ისედაც არა ვარ, რასაც მე იმ ქვეყნებისგან მოვითხოვ, რომლებსაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, რომლებსაც უნდათ ნატოში გაწევრიანება, რომლებსაც უნდათ დასავლეთთან სრულფასოვანი ასოცირება და ინტეგრაცია. ეს ყველაფერი არ მინდა. თუ კი არა. ივანიშვილი ამბობს რომ მე არ მინდა დემოკრატია. ივანიშვილი რატო ვერ ხდება ალიევი ამაზე? იმიტომ ვერ ხდება რომ ივანიშვილი არ არის არიელი, ალიევი პირველ რიგში წარმოადგენს თავის თავს. ის არის სახელმწიფო მეთაური, რომელიც სარგებლობს თავისი სუვერენული ძალაუფლებით და უფლებამოსილებით. ივანიშვილს ეს უფლებამოსილებები არ გააჩნია. ივანიშვილთან სასაუბრო არავის არაფერი არ აქვს. თუ ივანიშვილთან რამე საქმე აქვს, დაელაპარაკებიან პუტინს, იმიტომ რომ ის არის კაცის კაცი და ამაზე შეთანხმდა დასავლეთი. ეს არის მოცემულობა, რომელიც ახლა ივანიშვილმა უნდა მიიღოს როგორც ფაქტორი, იმიტომ რომ ასეთია მოცემულობა. ერდოღანი დამოუკიდებელი მოთამაშეა, პაშინიანი დამოუკიდებელი მოთამაშეა, ივანიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის და ეს არის მოცემულობა. მეორე საქართველოს დასავლეთისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არის დემოკრატიული, თუ საქართველოში ფუნქციონირებს სრულფასოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსთან იქნება სატრანზიტო ხელშეკრულებები თუ ეკონომიკური ხელშეკრულებები თუ სავაჭრო ურთიერთობები, თუ ის ფინანსური რესურსი, რომელიც დასავლეთმა საქართველოში უნდა ჩადოს, იქნება ეს IMF-ი თუ EBRD თუ ვინც იქნება, რომელმაც საქართველოში დიდი რესურსი უნდა ჩადოს იმისთვის, რომ საქართველოს ასოცირების პროცესში ჩართოს ეფექტურად, ამისთვის მასჭირდება რომ საქართველოში იყოს გამჭვირვალობა, რომ ამ ფულს პატრონი ყავდეს, ეს ფული ჯიბეებში არ მიდიოდეს და დასავლეთს კონდეს შესაძლებლობა თავისი ჩადებული რესურსი გამჭვირვალედ აკონტროლოს და ხედავდეს, რომ იქ არის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სადაც ისინი შეძლებენ, რომ თავიანთ ქვეყნებს, თავიანთ მოსახლეობას იქნება ეს კულტურული, სოციალური თუ ეკონომიკური ურთიერთობები ისეთ ასოცირების პროცესში ჩართოს, რომელიც მათ საფრთხეს არ შეუქმნის. ავტორიტარული საქართველოს მათ საფრთხეს უქმნის, იმიტომ რომ ეს არის უკონტროლო დერეფანი, ეს არის საქართველოს უკონტროლო საზღვრები, ეს არის მიმოქცევა და ბრუნვა, რომელიც დერეფანზე გაივლის, რომელიც დასავლეთისთვის საფრთხე და ეს არის არალეგალური მიგრაცია, რომელიც მათთვის საფრთხეა. ამიტომ ივანიშვილისგან არ გამოვა ის, რაც უნდა რომ გამოვა, მისგან არ გამოვა პუტინი და მისგან არ გამოვა ალიევი. ამიტომ ამ თამაშის წესებზე ის არავინ არ მოყვება. ამავდროულად მთელი ამ პროცესის განმავლობაში ივანიშვილი თამაშობდა შეფშენიღბულ ორმაგ თამაშს, ხო? ის იძახდა რომ ევროკავშირში მოვდივარო, ასოცირების პროცესში თითქოს მონაწილეობას იღებდა და ბოლოს ნიღაბი ჩამოიხსნა და დაიწყო ხალხის ხოცვა ქუჩაში და რაღაც ჟურნალისტების დევნა და ხოცვა და მოქალაქეების დევნა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა და პოლიტიკური ორგანიზაციების დახურვა და რაღაც ოპოზიციური ლიდერების ციხეში გამოკეტვა. ამიტომ რასაკვირველია, მასთან ინფორმით არის საუბრებენ, რა ფორმითაც ეს ასოცირების პროცესს შეესაბამება. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ყავდა სტუმრად.